დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ, გეკითხებით როგორ ხართ და გამეცით ხოლმე პასუხი, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს რა. ხა რა ხდება? გუშინ ვიღაცამ მკითხა, რომ ვალენტინობა არისო, დღესასწაულიო და დღესასწაულად აღიქვავთო თქვენ ამ ვალენტინობასო და მოდი ესე ვთქვათ რა. მოდი დღეს ვისაუბრებ ვალენტინობის დღესასწაულზე და მოდი ესე ვთქვათ, რომ ვალენტინი, რომელიც ეს ეპისკოპოსი იყო, სამღვდელო პირი იყო, ტოვებს თავის სარწმუნოებას და მიდის გადაეშვება პირდაპირ თავის მიჯნურის სიყვარულში და მოკლედ ისეთი რაღაცა ხდება, რომ ვიღაცა მითხრა თმების თავი გაანებეო და რატო უნდა გავანებოთ თმების თავი კაცო რა გინდათ გამანებეთ ერთი ანუ მე ჩემს ლაიფში როგორ გამოვჩდები რანაირი მახინჯად გამოვჩდები ეს ხო ჩემი გადაწყვეტილებაა და ცოტა თავი უნდა გამანებოთ რა თუ გინდათ მოისმინეთ ის რასაც ვლაპარაკობ აი მაგალითად ეხლა მე მაგალითად როდესაც შემოვიდა ერთი ადამიანი და შემომიერთ და მაშინ სხვა რაღაცები დავინახე ამიტომ მინდა რომ თმები ცოტა სხვანაირად გავიკეთო ხო და მიეჩვეთ ამას და ამაზე გვექნება დღეს საუბარი რას ნიშნავს ვალენტინობა რატო დაერქვა ლუპაკალია ვინ არის და რა შუაშია ვალენტინი და ლუპაკალია ერთმანეთთან აი ეს 14 თებერვალი რა ხო და მინდა გითხრათ რომ ძალიან სერიოზული დღე არის ეს ანუ 14 თებერვალი ძველ ანტიკაში იყო ესეთი დღესასწაული რომ არსებობდა ესეთი ლუპაკალია რომელიც ღმერთი იყო ნუ აღმერთებდნენ და ესეთი იმას უწყობდნენ დღეს უწყობდნენ რომ ესე იგი შეხვდებოდნენ ერთმანეთს და თავის ტრანსცენდენტულობას უკავშირდება მეგობრებო თავის საზღვრებს ცდიდნენ აი მაგალითად საზღვრები იყო ის რომ დუალურ სამყაროში ჩვენ იცით და ამას ვერ ყველა დამეთანხმება ამაში და ვერავინ ვერ გამორიცხავს ამას რომ დუალურ სამყაროში ვცხოვრობთ თეთრი შავი კეთილი ბოროტი ნათელი ბნელი და ასე შემდეგ ხო ეს დუალურ სამყარო გოგდა ყველაზე აი როგორ გითხრათ მჭიდრო კავშირი ამ დუალური სამყაროში არის 14 თებერვალს და ამის დღესასწაულოდ აღწერდნენ ხოლმე აი ეს ძველ ანტიკაში ესეთი დღესასწაულით ხალხი რომ აი ამას შეხვდებოდნენ ერთმანეთს ზეიმობდნენ თავდაყირა გადადიოდნენ რაღაცებს გააკეთებდნენ მოკლედ რა და იმიტომ რომ აი ამ ლუპაკალიას სადღესასწაულოდ შემდეგ ამან ფერი იცვალა ანუ სიტყვა იცვალა სხვა სახელი დაერქვა და გახდა რატო გახდა ეხლა იმასაც ვიტყვი გახდა ვალენტინობის დღესასწაულად ჩაითვალა ეხლა რატო ნახეთ ვალენტინობის დღესასწაულზე როგორც გითხარით ხო ბოროტი და კეთილი კარგი და ცუდი თეთრი და შავი აი ესენი ერთმანეთის პირისპირ დგებიან და ერთმანეთის პირისპირ დგებიან აი ხა ნახე წარმოიდგინეთ ეპისკოპოსია ხო სასულიერო პირი არის ვალენტინი და შეუყვარდება თავის მიჯნურს გაიცნობს ნუ მიჯნურობა ოდითგანვე სიბრძის ერთი დარგი და ასე შემდეგ შოთა რუსთაველმა რო თქვა და ოდითგანვეო გეუბნება რა ოდითგანვე არის ამ თემებზე საუბარი და ოდითგანვე აი დღეს დავაფოსტე სხვათა შორის როგორ შეაცდენს ევას ლუციფერი დემურგი იალდაბაოთი ამას სხვადასხვა სახელები აქვს დაცემული ანგელოზი ერთი სიტყვით და როგორ გაუჩნდება მისგან კაინი ამაზეც დაიწყეს უკვე საუბარი ხმამაღლა და ძალიან მიხარია რომ ეს დაფარული ტექსტები უკვე გამოდის გარეთ და ეს არის ერთი ჭიდილი მეგობრებო რა ჭიდილი ესე იგი არაცნობიერსა და ცნობიერს შორის შენ გაიცნო შენი საზღვრების გარეთ გახვიდე და გაიცნო სხვა რაღაცეები ანუ სხვა ცნობიერება შემოვიდეს შენში ეხლა აქ ნახეთ რა ხდება 14 თებერვალს და სხვათა შორის გუშინ დაიწყო ეს მერკური შედის თევზების შევიდა თევზების იმაში თევზების ზოდიაქოში. თევზების ზოდიაქო იცით თქვენ რომ ქრისტიანულ სიმბოლოდ აღიარებული იყო მესამე საუკუნემდე თევზები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული, ესე იგი თევზების ერა იყო, ქრისტეს ერა და თევზები არის ის ბოლო ციკლის ბოლო ზოდიაქო, სადაც სრულდება ერთი დიდი ციკლი. ანუ ციკლები სრულდება თევზებში და როდესაც მერკური შედის თევზებში, მერკური არის ცნობიერების ეს დაცემული ანგელოზი. ანუ ყველა პლანეტა არის დაცემული ანგელოზი, იცოდეთ, გარდა მზისა და მთვარისა. ყველა პლანეტა, რომელიც აი მერკური შედის ეხლა თევზების ერაში, ასრულებს თავის ციკლს, ხუფავს. ეხლა რას ხუფავს? ხუფავს იმას, რომ ჩვენ
გავაცნობიეროთ, ანუ რა ხდება ჩვენში, ნახეთ, ვალენტინობის დღესასწაული არ არის შეყვარებულების დღესასწაული. ეს არის დღესასწაული, სადაც ადამიანი თავის თავში, თავის წარსულს კიდევ ერთხელ აცნობიერებს, კიდევ ერთხელ მოგზაურობს თავის თავში და ირჩევს მიმართულებას. მინდა ვიყო ეპისკოპოსი, თუ მინდა ვიყო მიჯნურთან ერთად, გესმის? ეხლა ნახე, ეპისკოპოსად ყოფნა არის ემსახურო იალდაბაოთს და მიჯნურთან ყოფნა ემსახურო არის ღმერთს. რატომ ეხლა ნახეთ ამოტრიალებული გვაქვს ჩვენ დღემდე ეს, იმიტომ რომ აი ამას უფრო დიდ პატივს ცემენ, რომ ადამიანი თუ მონაზვნად აღიკვეცება, ეს ვითომ ქრისტე შევარდა და სინამდვილეში არის სრული კატასტროფა. ეს არის როდესაც ადამიანი მონაზვნად აღიკვეცება, ის პირდაპირ თავის სხეულს უძღვნის იალდაბაოთს. ეს არის იმ ღმერთს უძღვნის, რომელთანაც კავშირი საერთოდ არ ქონდა იესოს. იმიტომ რომ იესო მოვიდა და სიყვარულზე საუბრობდა და სიყვარული არ არის გეუბნება თუ შენ შეგიძლია ერში ცხოვრება, ერში ცხოვრება, მაშინ უნდა იყო ერში. თუ არ შეგიძლია, მაშინ წადი იალდაბაოთთან, წადი აღიკვეცე მონად. მაგრამ რადგან ღმერთს მონები არ სურს და ის მიჯნურობაზე საუბრობს ასევე, ქრისტეს იმ სიყვარულზე და მიჯნურობაზე საუბრობს, შენი თავის სიყვარულზე, მერე შენი თავიდან გამომდინარე სხვა ადამიანის სიყვარულზე, აქ უკვე ვხედავთ, რომ ამ თვითონ ვალენტინმა გააკეთა ესეთი არჩევანი რა, იყო იალდაბაოთის მსახურების ქვეშ, რომელიც ეგონა რომ ღმერთს ემსახურებოდა, მაგრამ ღმერთმა გამოუჩინა სინათლე, გუშინ ვისაუბრეთ ჩვენ კიდე ლაშა გიორგის მიჯნურობაზე და აქაც და თამარზეც როგორ განიხილებოდა ეს საკითხები და ეხლაც დღესაც განიხილება ეს საკითხები, ისევ თამარი განიხილავს ამ საკითხებს, სხვა არავინ გარდა თამარისა, არის ის, რომ გამოუგზავნა ღმერთმა ეს მიჯნური სინათლე, სადაც დაინახა და შეიცნო ადამიანმა, რომ ჭეშმარიტება არ არის იმაში, რომ შენ მოიკვეთო შენი თავი ერისგან, არამედ ერში ეძებო სინათლე, ერთან იყო, ერში იყო და შენი მეორე ნახევარი, ესე რომ ვთქვათ, შენი ტყუპი ალი თუ გამოგიჩინა ღმერთმა, მას შეუერთდე და არა ვიღაცა იალდაბაოთს და ლუციფერს და სატანას და მონა ვისაც სჭირდება იმას, გესმით? მონა არასდროს არ სჭირდება ღმერთს, იესო ქრისტეს მამას მონა არ სჭირდება, არც ერთი მონა იქ არ შევა. სასუფეველში მონები ვერ შევლენ, იცოდეთ. და ვისაც მონა ზღვენი ქვია, ანუ მონა ზონი დღეს რასაც ქვია, ის ვერ შევა სასუფეველში, ზუსტად იცოდეთ ეს, ვერ შევა. და მე 14 თებერვალი რატო არის? ნახე, მერკური ცნობიერების პლანეტა. როდესაც შედის ისევ თევზებში და თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვებო, ჩუმად რა ძალიან გთხოვთ? მერკური, როდესაც ჩუმად რა ძალიან გთხოვთ, შედის თევზებში, ცნობიერების პლანეტა, სადაც არის სხვათა შორის 5 პლანეტა შედის ახლა თევზებში, ანუ სრული ციკლი სრულდება მთელი ცნობიერებების. ურანუსი, თევზები, ისა მერკური, მთვარეც შევა, იმიტომ რომ მთვარის ისა მზე, ანუ 3, მერე კიდე სატურნი და თუ არ ვცდები ვენერა, ხო, მოკლედ 5 პლანეტა შედის ახლა თევზებში, ანუ იმხელა ციკლი სრულდება აი აქ დღეს უკვე თებერვლის ბოლომდე, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, მთლიანად ამოგიყირავებენ ამ ცნობიერებას, რაც დღემდე გქონდათ. კი არა, ამოგიყირავებენ, ამოყირავდება ისევ, გესმით? რაზეც მე ძალიან ბევრჯერ საუბრობ, რომ უნდა ამოყირავდეს ეს ჯვარი, რომელიც გადმოაყირავეს. სინოდი უნდა ამოყირავდეს, სიდონზე უნდა დაჯდეს, გესმით? იმიტომ რომ სიდონი გამართულია და სინოდი დარღვეულია. ეხლა ნახეთ, ჯვარი უნდა დადგეს ისევ გამართულად. იმიტომ რომ პეტრეს ჯვარივით დაბლა არის დაღმართული, ამოყირავებულია და რო ამოყირავდება ეხლა ეს ყველაფერი ცნობიერება სრულიად, ის დაფარული წერილები, რასაც გვიმალავდნენ დღემდე და ეგონათ რომ ჯერ კიდევ თოთო ბავშვები ვიყავით და ვერ გავიგებდით და ვერ შევიცნობდით რომ თურმე იალდაბაოთმა აცნუნა ევა და მათი ნაყოფი იყო კაენი და აბელი და არა ვაშლი და გველი და რაღაცა სისულელეები. ჩვენ უკვე გადავდივართ ახალ ეტაპზე, მეგობრებო. ახალი ეტაპი არის ზრდასრული ადამიანების აზროვნება, რომელსაც ვიბრუნებთ ისევ. დაკარგული გქონდა წაგვართვა ეს და ვიბრუნებთ ისევ. გაიხსენეთ ამირანი რომ მოსტაცებს ცეცხლს ღმერთებს. ამირანი ცეცხლს კი არ მოსტაცებს ღმერთებს და იქიდან რომ ჩამოიტანენ ხოლმე იერუსალიმიდან ცეცხლს და ეს გადაგვარჩესო იმისავით, დებილებივით.
ამირან ცეცხლი რა არის, იცით? ალი ამავალი ცეცხლსა ზედა სული, ეს არის სიცოცხლე. ეს არის სული, რომელთაც შენ მოძრაობ ენერგია, ცნობიერება, ყველანაირი, აბსოლუტურად ყველანაირი ის, რაც შენ გქმნის ადამიანად. და ამირანმა ეს ცნობიერება მოსტაცა ღმერთებს და ჩამოუტანა ადამიანებს, გესმის? კავკასიაში, რომ მიაჯაჭოს მერე ქედზე. ხო და აქ აბსოლუტურად გაიხსენეთ სხვათა შორის ჩემი პირველი ვიდეოები, ზუსტად ამირანით დაიწყო და ცეცხლი რომ მოსტაცა ღმერთებს და ჩამოიტანა და ეს ცეცხლი მისცა ადამიანს, ცოდნა მისცა ადამიანებს, ღმერთი მისცა ადამიანებს, ღმერთის ცნობიერება მისცა ადამიანებს და ჩვენ კიდე აი ცეცხლი და რაღაცა ცეცხლი ამირანი იქ დავაჭერინებთ იმებზე ოლიმპიის თამაშებზე ცეცხლს და ესე მივიდიო დებილების საზოგადოება რა არ ვიცი რა როგორ უნდა ვთქვათ მაგრამ ხო კარგი ისა მე მიყვარს საერთოდ გულახდილად საუბარი იცით თქვენ და ნურც იმას მიიღებთ ცუდად რომ მე ვიძახი ამ სიტყვას დებილს რა როცა რაღაცას ქვია დებილი ამას სხვანაირად ვერ უწოდებ როცა რაღაცას ქვია კარგი იმას ქვია კარგი სხვანაირად ვერ უწოდებ და ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ უბრალოდ სახელი კი უნდა დავარქვათ რაც ქვია ის უნდა გადავასხვანაიროთ რა აი მაგალითად თუკი ჩვენ რაღაცა არაცნობიერი შიშს გვრის ნახე რა საინტერესო სიტყვაა გვრის ხომ თუკი ჩვენ რაღაცა არაცნობიერი შიშს გვრის მაშინ ჩვენ ამას აუცილებლად უნდა მოუძებნოთ სიტყვა რომელიც შემდეგ ჩვენს ისევ და ისევ შიშს განდევნის ანუ ჩვენ უკვე მოვიპოვებთ სიტყვას რაღაცა ფენომენის მიმართ და ჩვენ გვაქვს სიტყვა და ვწყნარდებით, გესმის? აი, ვწყნარდებით. მაგალითად, ფსიქოლოგიაში არის ესეთი მომენტი, რომ როდესაც ადამიანს ADS-ი აქვს, ხომ? ანუ ყურადღების მიქცევის სინდრომი. ყურადღების მიქცევის სინდრომი ქვია, მე მგონი თუ არ ვცდები გერმანულად Aufmerksamkeitsdefizit. როდესაც ეს სინდრომი აქვს, ამას დაარქვეს ადამიანებმა ADS-ი და დაწყნარდა საზოგადოება. ესე იგი, თუ ბავშვს მაღალი ცნობიერება უყალიბდება უკვე 2000 წლიდან დაბადებულ ადამიანებს, რომ აი ეს ენერგიები აქვს, იმხელა ენერგიები აქვს, რომ თელს სოფლიოს აიღებენ, აი ეს ხელში დაიჭერენ. ამას ძველმა საზოგადოებამ, რომელმაც ვერ ჩაწუდა აი ამ ფენომენს, დაარქვა ავადმყოფობა. ხომ ხვდებით სადავართ რა? ხომ ხვდებით ადამიანი რომელიც ვერ იაზრებს ახალს რას არქმევს ავადმყოფობას სიგიჟეს შიზოფრენიას იმას სახელებს იგონებს ახალ სახელებს აქ დაწყნარდება თავის ეგოს და რაღაცა იმას და შიშს დაიკმაყოფილებს რომ უკვე ამას ქვია სახელი მე ვიცი რომ ეს ჩემგან განსხვავდება აი ეს ახალი თაობა ჩემგან განსხვავდება მაგრამ ის კი არ არის კარგი ის ცუდია და მე კარგი ვარ, იმიტომ რომ მე ვიცნობ ჩემ თავს, გონია რომ ვიცნობ ჩემს თავს. ის რაღაც უცნაურია ჩემთვის, ის თუ უცნაურია ჩემთვის, მე უნდა დავარქვა მას სახელი. და რა თქმა უნდა მე დავარქმევ საჩემოდ სახელს, ვიდრე საიმისოდ, ხომ? იმიტომ რომ მე თუ მას დავარქვი რაღაცა კარგი, მაშინ მე გამოდივარ უცნაური. ანუ ხვდებით, ადამიანი სად არის გაჭედილი? ანუ ბოროტსა და კეთილს შორის. ყველაზე მჭიდრო კავშირი. როდესაც ბოროტი და კეთილი, უცნაური და ცნაური, ცნობიერი და არაცნობიერი უკავშირდება ერთმანეთს არის 14 თებერვალი. და 14 თებერვალს, ეხლა რა თქმა უნდა, ყველაზე უზენაესი გრძნობა, რაც დედამიწაზე შექმნილა, არის ჯერ სიბრძნე და მერე სიყვარული. და როდესაც უზენაესი გრძნობა უკავშირდება ერთმანეთს და გეუბნება, ბიჭო, გადაახარისხე შენი რაღაცა ძველი კაცი რა გამოდი ამ ნაჭუჭიდან და გაიაზრე აბა რომელი გინდა რა არის შენთვის კარგი ცუდი რაღაც აი ამების ანალიზში ხარ ხვდები ანალიზში თუ მანამდე მე მეგონა რომ შოკოლადი კარგია ეხლა უკვე ვიაზრე შოკოლადი კარგი კი არა ისიანებს ჩემს ორგანიზმს რომ რა ვიცი რა მანადრებს ხო აი ამის გააზრებები ხდება ესევე თუ მე ადრე მეგონა რომ მე ღმერთს ვემსახურები აი ამ ჩემ მონაზოღვენობით
ეხლა ვიაზრო რას ნიშნავს ბიჭო რა შუაშია მონაზღვენობა როცა აგერ მე მიდგას ადამიანი რომელიც პირდაპირ ენერგიის დიდი წყაროა მაძლევს იმხელა ენერგიას რომ სოფლის დავიწყებ კი არა მთებს გადავდგავ ხო მთებს გადამადგმევინებს ისეთი ენერგია მოდის აქედან ამას სატანურს უწოდებ აზე ხარ და იქ რო იტანჯები და ყოველდღიურად რო აი ესე დგები ის მაგარია და ეს რომ გაძლევს აღგაფრთოვანებს რაღაცა ფრთებს შეგასხავს ისეთი ენერგია ეს ცუდია თურმე რა ხო და გადაახარისხეთ სხვათა შორის მეგობრებო იცოდეთ რა ჩემი საუბრები რატო არ ესმით ადამიანებს იცი უმრავლესობას იმიტომ რომ მე ვარ ასცენდენტური კი ტრანსცენდენტული რატო ვარ იცით ჩემი მერკური და მზე და მთვარე არის ბოლო ციკლში ანუ ბოლო ეტაპს გადის ცნობიერების ბოლო ეტაპს გესმის უმაღლეს ეტაპს მე-12 სახში ზის თევზებში ზის და ეხლა კიდე დამატებით უერთდებიან ისენი ტრანზიტები თავის თავს პოულობენ გესმის მერკური თავის თავს პოულობს მზე თავის თავს პოულობს მთვარე თავის თავს ჩემს იმაში მე-12 სახლში კი არა და თევზების სახლში კი არა და უკაცრავად თევზების ზოდიაქოში შედის. ოღონ თევზების ზოდიაქო მე მაქვს მე-12 სახლში არ მაქვს. მე რომ თევზების ზოდიაქო მქონდეს მე-12 სახლში აქ უკვე იქნებოდა დიდი ციკლის კი არა დიდი ციკლების დასრულება ხვდები? ანუ ჩემი თევზები, ანუ ჩემი ციკლი, რატომ გითხარით კიდე მე-9-დან ვარ მეთქი აი აქ რო აღინიშნება, ხო? ჩემი ციკლები თევზების ზოდიაქო ზის მე-8 სახლში და გადადის მე-9, ანუ მე-8-დან მე-9-ში გადადის, გესმით? და ეს არის ზუსტად ის ტრანსფორმაცია, რომელსაც გადის კაცობრიობის, ანუ თვითონ პლანეტა გადის ამას, გესმის? და წარმოიდგინეთ, რომ მე თვითონ აი ჩემი რიტმი არის, ჩემი და პლანეტის რიტმი არის ერთი და იგივე. ეხლა აქ გამომჟღავდება ადამიანები თუ ჩამორჩნენ ამ რიტმს, დედამიწის რიტმს, ხო? მაშინ ვერ გაიგებენ ჩემს საუბარს. ადამიანები თუ არიან სინქრონში ამ დედამიწასთან, სამყაროსთან, ხო? მაშინ ისინი გაიგებენ ჩემს საუბარს. ამიტომ აქ რა ხდება? მერკური არის ძალიან სერიოზული პლანეტა, რომელიც თუ კი მზესთან ახლოს არის, ის არის აი განსაკუთრებულად მბზინავი, წყინავი რა და ვიღაცა მითხრა ახლა გუშინ ნანა მე მგონი ნანა ერქვა ამ ქალბატონმა რომ მე მგონი სულ გარეკეო რა ამ თემებზე ნუ ლაპარაკობო და ნახეთ როგორც კი სექსუალურობაზე დავიწყე ლაპარაკი ეგრევე ხალხს რაღაცები დაემართა რატომ იცით ეს ჩაკრა პირველი ჩაკრა არის ჩვენ ყველაზე დაზიანებული გვაქვს პირველი ჩაკრა იმიტომ რომ დედამიწის შიდა თავში ანუ დედამიწის გარსის შიდა თავში აღიარება არ გვინდა ჩვენ ამის მაგალითად, აი, ნახეთ, უყურეთ რა, ხომ სამი ღმერთი არსებობს, იონი, მზე და რა. სამი ღმერთი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ეხლა ეს მე ვფიქრობ და ჩემი მოსაზრება არის, რომ ეს იონი არის დედამიწის შუაგულში მოთავსებული, დედამიწის შიდა არში. სხვათა შორის ამ თემატიკას შეეხო ბატონო ჯოხაძე. მურმან ჯოხაძე შეეხო ამას. ავთანდილ ჯოხაძე. მურმან ავთანდილ ჯოხაძე. მაგრამ სამწუხაროდ ეს კაცობრიობა ვერ გაიგო, რა თქვა, იმიტომ რომ არ ილაპარაკა ბოლომდე გახსნილად. და ვერ ილაპარაკა ბოლომდე გახსნილად. იმიტომ რომ მან ქრისტე ვერ აღიარა. ნუ სხვადასხვა რაღაცები ვერ აღიარა რა და ეხლა შემომიტრიალდებიან და მეტყვი როგორ ვერ აღიარა ქრისტე. ჩემს წინაშე კაცმა ქრისტე დასცინა ქრისტეს და თუ თქვენს წინაშე აღიარა, ჩემს წინაშე ვერ აღიარა ქრისტე გესმის და ამიტომ მე პირდაპირ ვამბობ, რომ ქრისტე ვერ აღიარა ამ ადამიანმა და ამიტომ სიტყვა ვერ გაიტანა ხალხში, თორემ მას რომ ქრისტე აღიარებინა სიტყვა, მისი სიტყვა ხალხშიც გავიდოდა. ამიტომ ეხლა გეტყვით რა. თუ თქვენ ამა თუ იმ თემას
რომელსაც ვერ იგებთ და რომელიც შეგეხოთ და ანუ შეგეხოთ რა დონეზე იცი? აუ ეს ცუდი თემა, ამაზე ნუ ვილაპარაკებ, რა სხვაზე ილაპარაკ, ესე იგი შეგეხოთ თქვენ ეს თემა. თუ ეს მოსაზრება გაგიჩნდათ და რახან ეს თემა თქვენ შეგეხოთ, აუცილებლად თქვენთან არის სამუშაო ამ თემაზე. იმიტომ რომ თქვენ ეს მხარე ჯერ დაბლოკილი გაქვთ, არ გიღიარებიათ, არ გინდათ ამის აღიარება. გეშინიათ, რაღაცა არაცნობიერი გაქვთ ამას როგორც კი აღიარებთ, ხო? თქვენი ენერგეტიკული ველი პირდაპირ გაიმართება. ქვემოდან ზემოთ გაიმართება, იმიტომ რომ ჯერ ჩადიხარ, იმიტომ რომ უნდა ჩახვიდე იქ რომ ჩახვალ, გაწმინდო და მე ქვემოდან მაღლა ადიხარ, ესეთი მოძრაობა ხდება რა და თუ ამას ვერ მოახერხებ, ხო? მაშინ პირდაპირ გეტყვი რა, გაგიყვანენ, აი ვიღაცამ დაწერა რომ წმინდანიო, რატო კვდებაო მაშინო, ხო? წმინდანი არ კვდება, წმინდანი გადის ტრანსფორმაციას. წმინდანი გადის გარდაიცვლება. გარდაცვალება ქვია ამას. ხო, დღეს მართლა უცნაურად მაქვს თმები, იმიტომ რომ გუშინ რომ ვიბანავე, ეგრევე დავწექი და აი ნახეთ რა საშინად დამადგა თმები. გუშინ არა და რა კარგად გქონდა. კითხვები გააქვთ, დამიშვით კითხვები და მე თქვენ გიპასუხებთ კითხვებზე. ეხლა მე აღარ მახსოვს ზუსტად მერვე სახლში თუ მეცხრე სახლში მაქვს მე მზე. მე მგონი მეცხრე სახლში მაქვს და მე 1000-ში გადადის. არა, მეცხრე სახლში არის ვენერა და მარსი, ხო. თუ არ ჩახვედი ვერ ახვალ, მოგესალმებით ამარი. გამარჯობა მედია, მოგესალმები. ხო, თუ არ ჩახვედი ვერ ახვალ, თუ არ ახვედი ვერ ჩახვალ და ასე შემდეგ. სხვათა შორის ეხლა ვაპირებ მე წიგნის გამოცემას, ჩემი წიგნის გამოცემას თინეიჯერის დღიურებიდან და ჩემი თინეიჯერობის დროს ნააზრევი რაც არის, ანუ დიდად ძალიან საინტერესო ნააზრევია, ამ თემასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი პატარა მოთხრობა დაკავშირებით, თუ არ ჩახვედი ვერ ახვალ. გესმის? თუ არ ჩახვედი, აი იქ იმ მოთხრობასთან დაკავშირებით მე მოვაწყო პრეზენტაციას და განვიხილავ აი იმ თემებს, რაც მე 16 წლის ასაკში და 14 წლის ასაკში მაინტერესებდა და ძალიან სიღრმისეული თემებია, სხვათა შორის იმაზე მეტი განვითარება ჩემს ცხოვრებაში აღარ მომხდარა სულიერად. ანუ სულიერი განვითარება როცა მოხდა მაშინ და სიღრმეებში ჩავწვდი, იმის მეტი სიღრმეში ვეღარ ჩავწვდი. ანუ სულიერი განვითარება როგორ აღარ მოხდა გამოცდილებები და ასე შემდეგ, მაგრამ სიღრმეში ჩასვლა ვეღარ მოხდა უფრო სიღრმისეულად, გესმის? ყველაზე მეტ სიღრმეში ჩავედი ზუსტად თინეიჯერობის ასაკში და იქ ამოვქეკე, რაც კი შეიძლება ამოსაქეკი იყოს სიბრძნე. მაგრამ ხო, ამას რო გაგება სჭირდება. კიდევ რა კითხვები გაქვთ? ეს ჭიქა არის, არ ვიცი, ძალიან ძველი. აი არ ვიცი, უძველესი. არა, პირველ საუკუნიდან არა, მაგრამ ნუ ძველია რა და მედია წერს თინეიჯერობის დროს ბევრი ადამიანი ნამდვილად ვერ გავიგე თინეიჯერობის დროს ბევრი მიზანი ნამდვილად მიდის, მერე შეიძლება დაგიკარგოს სიბრძნეში გაგახსენდება. ისა მედია ალბათ ადამიანი და მიზანი გაერთიანდა, ხო? ხო, ბევრი ადამიანი მიზნამდე ანუ კი, მაგას ვიძახი რა, მე რო იმაში, მე რო ჩემი ნაწერები კიდე გადავიკითხე, ხო? ანუ 22 წლის წინანდელი ნაწერები რო გადავიკითხე,
ისეთი რაღაცეები წავიკითხე, რომ ძალიან გამაკვირვა, რომ არა ყველაზე როდესაც გეხსნება რა, სულ ერთია ეს რა ასაკში გაგეხსნა, 12 წლის ასაკში, 9 წლის ასაკში, 21 წლის ასაკში თუ 96 წლის ასაკში. სულ ერთია რა ასაკში გეხსნება, აი როდესაც გეხსნება, ხო? მაშინ ესენი თუ არ დააფიქსირე, მერე ისევ გავიწყდება. ადამიანი, ხო? ხო და მეგობრებო, ეხლა გამოვცემ ზუსტად სიყვარულის დრო და მიტომო და ეხლა ზუსტად მაგის დროა. აი ამ თინეიჯერის დღიურებიდან რომ მაქვს მე უკვე გამზადებული და 2022 წელს მინდოდა გამოცემა და არ გამოვიდა და ვფიქრობ კაცო რა დროს ელოდება და თურმე ამ დროს ელოდება. ანუ მე გუშინ გადავწყვიტე რომ ეს წიგნი გამოვცე რა. აი წერტილი დაუშვი რომ მინდა რომ გამოვცე. ადრე კიდე კითხვა მქონდა, მინდა არ მინდა, ეხლა მინდა რომ გამოვცე და აი ამაზე ზუსტად ამ თემებზე მე პრეზენტაცია მოვაწყო და ვისაუბრო, არაერთი პრეზენტაცია ვისაუბრო ხალხთან, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი თემებია 24 წლის წინ დაწერილი თინეიჯერის მიერ გაცნობილი სიღრმეები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თინეიჯერებისთვის, ისე თქვენთვის. ეს ჩემ ბაია, გაიცანით, ჩინჩილა ბაია. ეს ჩემ ბაია. ქვენ ხო ვიცით? რა? შენ ვინ ხარ, შენ? შენ ვინ ხარ, რო გეკითხებათ, რომელი ხარ, აბა, რომელი? აბა მოიცადე ვიღაცამ დაგვიწერა რაღაცა. ამდენი ლაპარაკის, სწავლების, ყვიდლის და ყველაფრის შემდეგ, რასაც აკეთებ, წინსვლა არის, ანუ გეშველება? ნაპერწკალი. ნაპერწკალი, როგორ არ გუშველება? უი, საყვარელი. უი. ადი ხათოლი ჩამეკბიჩები. წადი. აი ნახე დედიკო მოგწერა მაგდამ. რა შეყვარელი ხარ პატარაო? აი დედა რა შეყვარელი ხარო? გულები პეტერა გოგო ბიჭია ბიჭი. იოანე მყავს იოანე ესა გრძელი თმებია ხომ ცოტა. ბიჭი მყავს ესა ბიჭი. იო ეს. გული. გულებს გიწერენ შენ დედიკო, აი შენ გიწერენ გული, ეთი ურის. კაი, მე მგონი თქვი სათქმელი მეგობრებო და ეხლა დაგემშვიდობებით მე და მოხდება ეხლა დიდი ტრანსფორმაცია თქვენში, გადახარისხება თქვენი ძველი ადამიანის და ახალი ადამიანის შეხვედრა მოხდა გუშინ და ეხლა უკვე გადახარისხება იწყება იმ მხრივ რომ დაალაგდება ბევრი რამე ტვინში ცნობიერში, ქვეცნობიერში და ასე შემდეგ. გულებს იკრის ჩემი ბიჭი. მიდი ჩემი ხუტერა პეტერო. მიდი. კიდე. სახორ. არა, ჩერა. ეთი ორი სამი, ოთხი ხუთი, ექვსი შვიდი, რაც, 10 ხუთი. ეხლა უნდა ველაპარაკოთ დედიკო. ან დავიმშვიდობოთ? არა. აბა უკნე. უკნე. ვილაპარაკოთ. აბა კითხები ხომ არ გაქვთ? არ გაქვთ? მაშინ წავედით მეგობრებო, დაგეშვიდებით ძალიან ლამაზი. მზიანი დღეა. მოიცე ერთი წუთი, ერთი წამი.
ძალიან მზიანი დღე არის და გავალთ გარეთ და რაღაცებს გავაკეთებ და ასე შემდეგ. პაჩი, კარგად. კარგად. 1 მიდი, გამოდი. 1 2 3 4 5 6 7